მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 35. H-ში უდრის 6L სიმაღლიდან ღარში ჩამოსრიალებული M მასის პატარა ძელა კი მოძრაობს R რადიუსიან მკვდარ მარყურზეო. ხახუნი შეგვიძლია უულებელყოფო და რამდენიმე კითხვა აქვს მოცემული და მასზე გთხოვენ პასუხის გაცემას. კარგით, მოდით ახლა ეს სურათი გავადიდოთ. ასე ბატონო ჩემო. ხო, ეხლა პირველი კითხვა რა გვაქვს, ესე იგი პირველი. ძელაკის სიჩქარე რის ტოლი არის მარყურის ზედა აწერტილში, აი ამ წერტილში. აინტერესებთ, ეხლა ეს M მასის ხელვირი ჩამოსრიალდება და ამ მკვდარ მარყურზე რო დაიწყებს მოძრაობას, ნუ წრეწირზე მოძრაობა არის ფაქტიურად, ხო, წრეწირზე თანაბარი მოძრაობა გვექნება და გამომდინარე იქიდან რომ წრეწირზე განვიხილავთ ამ შემთხვევაში მოძრაობას აწერტილში, ეს ჩვენი VA სიჩქარე მიმართული იქნება ამ წერტილში გავლებული მხევის გასწვრივ და მოდით ახლა პირველისთვის ჩავწეროთ ენერგიის შენახვის კანონი, კერძოდ აი აქ აი ამ წერტილში დაძვრამდე ჩვენს სხეულს ჰქონდა M მასის სხეულს mgh პოტენციური ენერგია, ხო? რომელიც უნდა გადავიდოდა აი აწერტილში სხეულის კინეტიკური ენერგია გაუჩნდებოდა, ბუნებრივია mv კვადრატ ნახევარი და კიდე გარკვეული პოტენციური ენერგია იქნება, ხო, აი ამ წერტილში, რომელიც იქნება ტოლი, აი ეს არის სიმაღლე იქნება ამ შემთხვევაში, აი ეს სიმაღლე იქნება. ესეც ერი არის, ხო? ეს თუ ერია, ესეც ერია, სიმაღლე გამოგდის ამ შემთხვევაში. ორი ერი და დაემატება კიდე mg გამრავლებული 2r-ზე, რადგანაც ამას თუ ავიღებთ ნულოვანი დონიდან ამდენ მანძილი 2 ერის ტოლი არის და ეხლა აქედან რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა, მივიღებთ რომ აქედან mva კვადრატ ნახევარი ტოლი იქნება. mgh-ში h თუ გავითვალისწინებთ რომ 6 ერი არის, მივიღებთ 6 mgr-ს. ამას კიდე გამოაკლდება აი ეს 2 mgr-ი, ხო? და ეს ტოლი იქნება 4 mgr-ის. საიდანაც დავწეროთ რა გამოგვივიდა, რომ mva კვადრატ ნახევარი ტოლი იქნება 4 mgr-ის, ეს m-ები შეგვეცება და აქედან გამოგვდის, რომ va კვადრატი ტოლი არის 8g-ის, ხო? 8g-ის და ორივე მხრიდან ფესს ამოვიღებთ, ვესთვის მივიღებთ, რომ va ტოლი არის კვადრატული ფესვი 8g-დან. ეს m-ები შეგვეკვეცა. აღარ იყო საჭირო, იმიტომ რომ ეს m-ები შეგვეკვეცა და დაგჭირდება ფესვი 8g-დან. დავწეროთ ესე იგი პირველში რა გამოგვივიდა პასუხი. იგი პირველში ყოფილა პასუხი v სიჩქარე აწერტილში ტოლი არის ფესვი 8g-დან. კარგით, ახლა გადავიდეთ მეორეზე. რა გვაქვს მეორეში? მეორე რა ძალით აწვება ძელაკი მარყურს ზედა აწერტილში. კარგით, ახლა აი აქ რა სიტუაცია გვაქვს რომ შევხედოთ? ახლა აი აქ, აი ამ მომენტში მოხვედრის დროს ზედაპირსა აღიძვრებოდა აქ რეაქციის ძალა, ხო? ზედაპირის მართობ სიტყვაში იქნება n რეაქციის ძალა მიმართული და აგრეთვე აი აქ რომ მოხდება ეს ჩვენი M მასის სხეული მასზე აგრეთვე იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა, ხო? mg სიმძიმის ძალა. კი ბატონო. და მოდით ახლა y ღერძი პირობითად თუ შემოვიტანთ ჩვენ ვერტიკალურად ქვემოთ, რა გვექნება ესე იგი? აი ამ M მასის სხეულს აი აქ რო იმყოფება, აი ეს ძალთა ტორქმედი n-ი და mg-ი ანიჭებს ამ ჩვენ სხეულს ცენტრისკენულ აჩქარებას. ესე იგი, რა შეგვიძლია დავწეროთ? აქედან ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ mg და y ღერძი ერთპირ გასწვრივ არის დამატებული n-ა რეაქციის ძალა ტოლი იქნება m-ა ცენტრისკენულის. ნუ ამ შემთხვევაში ცენტრისკენული აჩქარება არის მიმართული ცენტრისკენ, ხო? აი ეს გვაქვს აცენტრისკენული, ასე. საიდანაც რა გამოგვივა? აქედან გამოგვივა, რომ n-ა ტოლი არის mv m აცენტრისკენულის, მაგრამ აცენტრისკენული ხო v კვადრატი შეფარდებული ერთთან არის, შესაბამისად mva კვადრატ ნახევარი გვექნება. აი აცენტრისკენულის მაგალითად ჩავწერეთ v კვადრატი შეფარდებული ერთთან, ასე. ამას კიდე გამოაკლდება mg
ეს ტოლი იქნება. რის ტოლი იქნება? ეხლა მოდით როგორ მოვიქცეთ, ესე იგი v კვადრატი v-ა კვადრატი სად გქონდა v-ა კვადრატი, ხო? ჩავსვათ, აი v ახო ნაპოვნი გვაქვს, ამის კვადრატი არის 8j, შესაბამისად რა გამოგვივა? ჩვენ აქ გამოგვივა, რომ m-ჯერ 8 შეფარდებული 1-თან გვექნება. ამას გამოკლებული კიდე mj, ეს ერი და ერი შეგვეკვეცა და 8mj საყდება mj და მივიღეთ 7mj-ს, 7mj. ესე იგი მეორეში რომ დავწეროთ პასუხი, რა გვექნება მეორესთვის? მეორეში n-ა, ესე იგი ის ძალა რა ძალითაც აწევა ზელაკი მარკუს ზედა წერტილში, ტოლი ყოფილა 7mj-ი. კარგით, გადავიდეთ შემდეგზე. რა გვაქვს შემდეგი? მესამე. რა ძალით აწევა ზელაკი მარკუს ქვედა b წერტილში? ხო, ეხლა მოდი შევხედოთ ქვედა b წერტილს. ქვედა b წერტილში უკვე mj სიმძიმის ძალა მიმართული არის ქვემოთ, ხო? და რეაქციის ძალა კიდე ზემოთ არის მიმართული nb-ონთ, nb, ეხლა nb-ს ვთხოვენ, nb გამოთვალეთო, იქნება nb და ამათი ძალთა თოქმედი ანიჭებს ამ ჩვენს სხეულს ცენტრისკენურ აჩქარებას, a ცენტრისკენური აქ ცენტრისკენ იქნება მიმართული და წრეწირზე ამ მკვდარ მარკურზე ბრუნავს ჩვენი მასის სხეული. ესე იგი მესამესთვის ჩავწეროთ, რა გვექნება? მესამესში mj j და y ღერძი ერთის გასწრება, ამიტომ პირდაპირ mj გვექნება. ამას გამოაკლდება nb, ხო, nb. რატო გამოაკლდება? გამოაკლდება იმიტომ, რომ nb და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს ტოლი იქნება a ცენტრისკენურის, მაგრამ a ცენტრისკენური და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, ამიტომ აქაც მინუსი ვექნება. საიდანაც აქედან nb-ს თუ განსვავსოთ, ეს ტოლი იქნება mj-ს პლუს m-ა ცენტრისკენური და a ცენტრისკენური არის vb კვადრატი შეფარდებული 1-თან. ასე და ეხლა vb რო განსაზღვროთ, მოდით vb განსაზღვროთ იგივე მეთოდით. vb-სთვის რა გვექნება ეხლა? vb-სთვის mgh-ი ეხლა უკვე თავიდან პოტენციური ენერგია. ტოლი იქნება პირდაპირ b წერტილში კინეტიკური ენერგიის, ხო? mvb კვადრატ ნახევრის, რადგანაც ნულოვან დონეზე ზის ამ დროს ეს ჩვენი მასის სხეული და სიმაღლე არ აქვს, ამიტომ პოტენციური ენერგია არ აქვს. ანუ აქ მთლიანი პოტენციური ენერგია აი ამ წერტილში სრულად კინეტიკურ ენერგიაში გადასულა, ხო? კი ბატონო, საიდანაც m-ები შეგვეკვეცა და vb კვადრატისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის 2gh-ის. 2gh-ის და h-ი კიდე x-იერია და მოდი გავითვალისწინო 2g კიდე h-ზე რო გამრავლდება, ანუ x-ზე მივიღებთ 12g-ს. ჩავწეროთ 2gh-ი, ეს იქნება 12g-ის, იმიტომ რომ h-ი x-იერის ტოლია. ანუ რა გამოგვივიდა აქ ჩვენ ტოლი, ეს ტოლი გამოგვივიდა. რის ტოლი გამოგვივიდა, ესე იგი mj-ს დამატებული m-ჯერ m შეფარდებული 1-თან კიდე გამრავლებული vb კვადრატზე, ანუ 12g-ზე, ასე. ეხლა ეს erები შეგვეკვეცა და რა მივიღეთ? მივიღეთ, რომ ეს ტოლი არის mj-ს პლუს 12mj და ტოლი გამოგვიცხეს 13mj-ი. ანუ მესამის პასუხი რო დავწეროთ ახლა ჩვენ, მესამეში რა მივიღეთ? მესამეში nb ტოლი ყოფილა 13mj-ი. ხა გადავიდეთ მეოთხეზე, რა უნდა მეოთხეში შევხედოთ, მეოთხე. რა ძალით აწევა ზელაკი მარკუს ცენტრის სიმაღლეზე c წერტილშიო. ხო, ეხლა c წერტილში რა ხდება? აი აქ, ხო, უკვე გვაქვს ჩვენ აქ მოქმედებს ბუნებრივია mj სიმძიმის ძალა. აქეთ იყურება ეს ჩვენი nc ძალიან გადავტვირთეთ სურათი, მაგრამ არა უშავს. კი ბატონო. და ეხლა ამისთვისაც ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, ანუ ძალთა თოლქმედი რა იქნება? ძალთა თოლქმედი ვექტორულად რო ჩავწეროთ, მოდით ჯერ mj პლუს n c წერტილში რეაქციის ძალა, ეს ტოლი უნდა იყოს a ცენტრისკენურის, ხო? აქედან nc ტოლი იქნება. ეხლა ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს mj სიმძიმის ძალა მოქმედებს ქვემოთ, ხო? და ჩვენ ეხლა nc რეაქციის ძალა კიდე სრულად არის მიმართული ცენტრისკენ. აი თუ შემოვიტან ჩვენ x ღერძს, ანუ x ღერძზე მოქმედებს, ხო? ეს nc რეაქციის ძალა. ეს თუ x ღერძია, x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ,
აი ამ განტოლებას x ღერძზე თუ გავაკეთებთ ჟ-ს გეგმილი x ღერძზე აი ამ შემთხვევაში არის ნულის ტოლი. ამიტომ ეს წევრი შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ და პირდაპირ გამოგვივა რომ nc ტოლი არის mac-ი. ეს კი ტოლი იქნება mvc კვადრატი შეფარდებული 1-თან, ხო? აცენტრისკენ მნიშვნელობა გავითვალისწინეთ და ეხლა vc კვადრატი უნდა გამოვთვალოთ. ეხლა სად გამოვთვალოთ, სადღაცას უნდა დავდივ ეხლა. აი mgh-ი აქაც საწყისი პოტენციური ენერგია. გადავიდო და c-წერტილში კინეტიკურ ენერგიაში, აი ესე იქნება მიმართული ამ შემთხვევაში ეს ჩვენი vc, ხო? vc. ესე იგი რა გვექნება mvc კვადრატ ნახევარი და კიდე რაღაც გარკვეული პოტენციური ენერგია იქნება, ხო? პლუს დამატებული mg და ნულოვანი დონიდან c-მდე მანძილი, რომელიც ერის ტოლია, mg-ერი ემატება, ესე იგი. აქედან რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა mgh-ი 6 ერის ტოლია, ანუ რა გამოგვდის 6 mg-ერი ტოლი გამოგვდის. რისი ტოლი გამოგვდის 6 mg-ერი. მოდით ასე ვქნათ, უფრო მარტივი იქნება, თან ადგილის არ აქვს, გამოვითავისუფლებთ, SM-ები შევკვეცოთ. და რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა 6g-ერი გამოკლებული აი ეს g-ერი, ხო, აი ეს g-ერი ტოლი არის vc კვადრატ ნახევრის. 6g-ს მინუს g-ერი 5g-ერია და ეს ორი რო ზემოთავა vc კვადრატი ტოლი გამოგვდის 10g-ერის ტოლი, ხო? 10g-ერი. და აი აქ ჩავსვათ ეხლა vc კვადრატის მნიშვნელობა. ანუ ეს ტოლი იქნება m გამრავლებული 10g-ზე vc კვადრატი ჩავსვით, აყოფილი r-ზე. ესენი წაგვივიდა და ეს უდრის 10 mg-ს, ხო? 10 mg მივიღეთ. ჩავწეროთ ესე იგი მე-4, ხო? მე-4-ში რა მივიღეთ? მე-4-ში მივიღეთ nc, ხო? nc გვაინტერესებდა, კი ბატონო, უდრის 10 mg-ს ამ შემთხვევაში. და მე-5, ნახოთ მე-5-ში. რა მინიმალური სიმაღლიდან უნდა ჩამოსრიალდეს ცელაკიო, რომ r რადიუსიანი მკვდარი მარკუში გაიაროს. ეხლა დავაკვირდეთ რა სიტუაცია გვაქვს. ეხლა რაც უფრო დიდი არის სიმაღლე, ხო, შესაბამისად რაც უფრო დიდი სიმაღლიდან ჩამოსრიალდება ეს სხეული, მით უფრო დიდი სიჩქარე იქნება და აი ამ A-წერტილის უფრო დიდი VA სიჩქარით გაივლის. რაც უფრო დიდი VA სიჩქარით გაივლის, შესაბამისად NA რეაქციის ძალა უფრო დიდი იქნება. ნუ გამოდის, რომ სიმაღლის დაპატარავებასთან ერთად, სიმაღლის დაპატარავებას სიჩქარეც მცირდება და NA-ც მცირდება. ანუ ჩვენ თუ განვიხილავთ ისეთ შემთხვევას, როცა რეაქციის ძალა რაც შეიძლება მინიმალური არის, აქედან ჩვენ დავასკვნით, რომ ყველაზე მინიმალური სიმაღლიდან ჩამოსრიალებულა ამ ეს ჩვენი M-მასის სხეული. ანუ პირობა ამ შემთხვევაში გვექნება, რომ NA აუცილებლად ნულის ტოლი უნდა იყოს. NA თუ ნულის ტოლი არის, მაშინ A-წერტილში, აი ამ A-წერტილში ამ M-მასის სხეულზე NA რეაქციის ძალა აღარ მოქმედებს და მარტო MG სიმძიმის ძალა მოქმედებს, რომელიც ანიჭებს ამ ჩვენი M-მასის სხეულს ცენტრისკენულ აჩქარებას და ეს ტოლი იქნება A ცენტრისკენულის. ეხლა A ცენტრისკენული არის V-ა კვადრატ ნახევარი, შეფარდებული 1-თან უკაცრავად. შესაბამისად, ეს M-ები შეგვეკვეცება და აქედან გამოგვდის, რომ VA კვადრატი ტოლი ყოფილა G-ერის. კი ბატონო, მეორე თუ გავითვალისწინებთ ენერგიის შენახვის კანონს, MGH მინიმალურზე პოტენციური ენერგია. ტოლი უნდა იყოს A-წერტილში პოტენციური ენერგიის MG გამრავლებული ნულოვანი დონიდან ამდე მანძილთან სიმაღლეზე, ესე იგი ის კიდე 2r-ზე გამრავლდება. გამრავლებული 2r-ზე. ამას კიდე დაემატება mv კინეტიკური ენერგიაც ხო ექნება დარჩენილი აგრეთვე. mv კვადრატ ნახევარი v-ა კვადრატი აგერ g-ერია, ხო? g-ერია, ამიტომ აი გავითვალისწინოთ. აი ამას წავშვის და g-ს დავწერ, g-ერი. და რა გამოგვდის ახლა ეს mg-ები შეგვეკვეცება. და ეს ტოლი გამოგვდის 2r პლუს r ნახევარი. ეს კი ტოლი გამოგვივა, რამდენის ტოლი გამოგვივა და 5 მეორედი ერის, ხო? 5 მეორედი ერის. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს მე-5-ისთვის h მინიმალური ამ შემთხვევაში ტოლი ყოფილა 5 მეორედი ერის.